უნიკალურ ნაკრძალში, რომელიც უკვე გადასცეს არაბულ კომპანია Eagle Hills და იქ უკვე იწყება არაბული დასახლებების მშენებლობა 6 მილიონ კვადრატულზე, 3 მილიონი კვადრატული უკვე გონიოშია გამზადებული. არაბული დასახლებებით გაივსო ქართლი, ბაზალეთი, გოროვანი, წეროვანი, ის რა ქვია, საგურამო, აგერ ტაბახმელა, აგერ კოჯორი, აგერ შავნაბადა, აგერ კახეთში სიღნაღის რაიონი, ქვემოჭალა, აღაიანი თავდება საქართველოს ფაქტურად აკეთებს ყველაფერს ივანიშვილი იმისათვის რომ საარსებო გარემო ქართველ ხალხს წაართვას სხვა ხალხით ჩაგვანაცვლოს რომელი ხალხიც მას არ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ანტიქართულ ქმედებებზე და აი ახლა 900 წლის შემდეგ რეჟიმმა გააცოცხლა არაბული ხალიფატის საფრთხე 400 წელი ისინი ბატონობდნენ აქ სხვათა შორის ყველაზე მეტი წმინდანი ჩვენ გვყავს არაბებთან არაბულ ხალიფატთან ბრძოლის ასპექტში ის გობრონი ცნობილი წმინდანი ახალციხელი მესხი ფხეიძეები მოწამეთა ქუთაისთან აგებულია მათ საპატივსაცემლოდ ორივე იმ ურვამყურბ დახოცა როცა მან ტაძარი დაარბია არგვეთის მთავრები აბოთბილეზე აღარაფერს საუბრობ ეს საშინელი ჟამი იყო და აღმაშენებელმა დიდი საქართველოს შექმნა მას შემდეგ რაც დაამხო არაბთა ხალიფა თბილისში და ის ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა დავით აღმაშენებელი რომ 900 წლის შემდეგ საქართველოს თავზე მოაჯდებოდა ბიძინა დაღმაშენებელი რომელიც არაბებს დააბრუნებდა უკან და ეს მიდის სრული ტემპით მეგობრებო საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია ამ არსებამ ხმელეთიდან გადაიტანა ზანგეზურზე აგერ ახლა უკვე გზა 80% ზანგეზურზე დამთავრებულია თურქეთის მხარეს აცხადებს რომ გზა უახლოეს ხანში მზად იქნება ეს ნიშნავს მთელი ევრაზიული ტვირთების და აბრეშუმის კორიდორის და დერეფნის გადატანას საქართველოსთან იქით და ჩვენ წარმოება არ გვაქვს სოფლის მეურნეობა არ გვაქვს არაფერი შემოსავალი არ არის აი ეს არის გზა და გეოპოლიტიკური საჯვარედინი ჩვენი შემოსავალი ამას გვაკარგიებს ეხლა უკვე ჰაერშიც დაიწყო ოკუპირება ქართული სივრცის და იქ სადაც ააშენა აბასთუმანში რეზიდენცია საერთაშორისო ავიატრასები, რომელიც 3000-ზე მეტი გადადიოდა საქართველოს თავზე და თვითმფრინავიდან 300-დან $500-მდე დღეში $1,000,000 რიჭებოდა, აი ეს ყველაფერი აკრძალა ფრენა იმ რეგიონში და დილით გავიღვიძე 5 საათზე, შევედი, როგორც მიჩვეულები ვართ ინტერნეტში დავხედე და არც ერთი ის რეისი, რომელიც საქართველოს გავლით დაფრინავდა ლონდონის სიდნეი, ლონდონის მელბურნი, ლონდონის სინგაპური პარიზი, ტოკიო, ტორონტო, დელი, ნიუ-იორკი, დელი, არც ერთი საქართველოს თავზე აღარ არის და ისინი